საკითხი არის მესტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ნორმატიულ მიგურიანის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. ამგებლის ბატონ ილია ჯაფარიძის უნდობლობის შესახებ და თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დასმას იყო. თანამდებობიდან ბატონი ლომარ მიგურიანი. დიდი მადლობა. შექმნილი ფრაქცია ხელახლა შექმნილი ჩემი დაჭერის შემდეგ ვიქტორ ჯაფარიძე შექმნილი ფრაქცია უკვე პირველ სხდომაზე რომელ კანონზე მე ლაპარაკობ? დიდი საუბარი. ჩემი ფრაქცია მოვდა ეს კანონობა მაგრამ თქვენ ყველას ერთად უკანონობის ზეიმია და ზუსტად იგივე საგრძელებ და აწყობდა საბოტას. აი ეს არის მეტი არაფერი. ხალხმა გითხრა რომ გვარი გაიგეთ. აი ეს არის შეჭერისამართლო. მე ვამბობ თქვენი გუნდის მისამართი. რომელი გუნდი? თქვენი. განუჩი მე ახლა ამიტომ ასუხარ გაკეთე. აი დიდი ხანია ვიცნენ მაგრამ უკვე არ შეიძლება ის მოხდინათ რომ მახსოვს. მე თქვენ ბატონო გოჩა ჩემი სამართლით ამბობ, ჩემგან განსხვავებით შენ რაღაცა გაკეთებ? შენ რა გაკეთებ და იცი ბატონო გოჩა? შენ რა გაკეთებ და ბატონო გოჩა იცი? ორ სკამზე ჯდომა ყოველთვის. ორ პიროვნული ცხოვრება და დღეს დაჭიქი ორ სკამზე. აი ეს კაცი ხარ შენ, რომელიც რაციონალური მოძრაობით მოხვედი და იმკვიდრი ადგილი და დღეს ვიდიას და თავის გუნდს შეეკეთლეთ, იმიტომ რომ შენ მოთამაშე კაცი ხავი ყოველთვის. შენგან განსხვავებით მე ვწვენია შენი საქციელი. შენ ადგილზე ვიქნები, ჩავიცი სასახლეში, ჩავამიწის. შენგან განსხვავებით შენ ესაა. მე ლომარ მიგურიანი, დავდექი კაცურა. უამრავი მითქვია, ყველასთვის აბსოლუტურად. ჩემ ხარეზეც მითითქეთ. ჩემი საქმე ყველასთვის მითქვია. ყველასთვის მითქვია. ყველასთვის მითქვია ჩემი საქმელი. შენგან განსხვავებით. შენ ვიდია გამოიყენება და ეკონფეში გიცნობ რა კაცი ხარ. მესამე პარტიაზე ფიქრობ ეხლა შენ. შენი კაცი ხარ. აი ეს თქვენი მოიცავი ჩვევა თქვენი ამბობი ესეთი მოთამაშე. თუ არ დავიფიქრეთ მაგას, თუ არ დავიფიქრეთ მე რა გავუკეთებ? შენ გაყიდე სვანეთის. სვანეთის ერთობა. საკითხი იყო მთელი დღის. საკითხი იყო მე დღეს გეროდები მთელი დღეს ყველაზე ვარ. გოჩა, თუ პატივს შევჩენთავს, თავს მამართვინე ვიღაც უკაცებს. საფეხურის ფერდობას მართავენ ჩვენი მთელი კადენი ნახე. რატო ამის ასწობაზე მე? გამგებელი ვარ მოხდები. ვიყავი აკრონიკოში. რატო მართავს დომას უჩემო? შენ მართავის ფერდობას. რატო არ მით ანგარიში მოიწვიე მეტარო? ბატონო ვისი პოლიტიკაა გამაგებინეთ ნამბესით. ვინაც ახლის შახტი. ატიე ხელი რა. იგათი ატიე ხელი. აი, კუჩილოდა. ოფიციალ გერია, პრინციპი მოსწონდა ის გადადა. რომანოს გერია. გერია. მოსწონილი გო. რასაგებია, მიზანი მაინტერესებს. ბაშკი ზამია. Я була წერეთელი ბატონო დიდო. არ მოწერე? ნოა წერეთელი. თავსიკავ, მაგრამ უფრო აპოლიტიკის გამო, რომელიც ასე რომ ვთქვა, წინა ხელისუფლება ახორციელებდა, ამ ყველაფერს უნდობლობას უცხადებდა და ამიტომ ჭირდება რაღაც სისტემური შესწავლა, რომელიც ბატონო, შეიძლება ეს გაიჩინა რომ დასწრება და აშენო. ოჯახურ გვარი გასაგები, აღარ ვიყო ხელი გუშინე ლაპარაკი. თეაში ყურე მეინტერესებს. ნაციონალური მოძრაობას გამოცხადებ. გასაგებია პოლიტიკური მოტივება. დეარი ის მაინტერესებს. ნაციონალური მოძრაობის შესწავლების გამო
ბევრი ფემი დაიკარგა და არჩევნები წავაგეთ. სამწუხაროდ ახალი ძალა რომელიც მოდის და ის გამოც ნაციონალურ თითქოს ებრძოლით იქვე თქვენ იგივე საქციელი გაკეთეთ ამ წუთში. თქვენი თავი დააფიქსირეთ ნეო-ფაშისტებად. ვაფშე თუ კიდე ფაშისტი მართლე რა. გამიგე? ანუ თქვენი პოლიციების გამო ყველაფერი დახვეით. ვიდებო. მე არ მწვენია არც ლაშასი, არც საღლიანის, არც შვილიანი, არავის იმათი საქსი ვესმის. პატივს მათ არჩევას. იმათი მწვენია, ვინც ჩემს გვერდში იდგა და შრომას ემცემოდა. იმათი მწვენია. მე შეგიძლიათ გეუბნებით რა. იცოდეთ ეგა რა. და ყველა ვიცოდეთ. მომავალში ეს ხალხი თქვენთან გაკეთებს. მაგრამ შენ, გოჩა, შენ არჩევნების რატო არ გამიზარდე? რატო არ გიქეთ აზრი? რატო გააკეთეთ ეგეთი იგნორირება? ეს მთელი დღე არის ეს მთელი დღეა აქავარ. მთელი დღე აქავარ. დავავალე კიდე. გამაგებინე, ვინ კარახოთ ამ პოლიტიკას? როცა პიროვნება მანდა ამ გაფიქსებს თავსა და მე პიროვნება როცა ქულები სადღაც გაფიქსებს შინაარსი განსხვავება. ბატონო ილიკომ თქონდა საუბარი შენთან რომ ხვალს იმის პატივი ჩემს გამოიხატა მაინც სულ დაგიძახი, გაიგე? სანამ ხეს აწევდნენ, დაველაპარაკებდი ბიჭებს. ამის შეგეშინდა, გაიგე? არ განიყავდა რა. დაშრეული თანამშრომლები. დემოკრატია ხარდა რეალობა მითხარი, პოლიციითო დადევდით ხარ, ის რეალობა მითხარი? დაგემეთიოთ და უშინოებითო დადევდით ხარ, ის რეალობა მითხარი? მე არ შემშლია. არაფერი არ შემშლია. არაფერი არ შემშლია მე. ნინამარი ჩავარ. ძალიან კარგად ვიქნას ლაპარაკობ. ამდენ წელიწადია პოლიციის დამძიმე და მე მელაპარაკებია? რა გინდა? ამის დამჯერთარობას ხმას მიცემდა ხალხი? რას ფიქრობთ თქვენ? როგორ ფიქრობთ? რას მელაპარაკებით? ხაროდების გამო რომ სწორედ უკანონობის გამო მე ამ საკრებულოს წევრი აღარა ვარ და სწორედ დღევანდელმა დღემ დამიმტკიცა ის რომ ამ საკრებულოს წევრი იმიტომ აღარ ვარ რომ არ ვილაპარაკო სიმართლე. მე რა თქმა უნდა ბერკეტები მაყდა იმისთვის ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვიყავი დღეს ამ სხდომაზე, მაგრამ რომ ყოფილიყავი პროცედურებში ჩარევის საშუალება მქონოდა პროცედურული ომის დაწყებას ვერ შეძლებდნენ. მე მინდა ხაზი გაუსვა ერთ რამეს. გაწმილებული კანდიდატი, ყოფილი გამგებელი, რომელიც ამბობს და ეუბნება ვიქტორ ჯაფარიძეს, რომ მომილოცავს მთელი საკრებულო ჯიბეში გყავს. არა, გაუსწორებ, როგორც მაშინ ვიქტორ ჯაფარიძეს საკრებულო კი არა, მთელი სვანეთი გვერდით ყავს. აი ეს არის მთავარი და ეს არის განსხვავება იმას შორის, რაც იყო და რაც არის დღეს. აი ეს არის ხალხმა გამოხატა თავისუფალი ნება, რასაც მე უხობ. უბრალოდ ცდილობდნენ პროცედურული ომის საშუალებით წარმოეჩინათ სხვანაირად, მაგრამ არ გამოუვიდა. საკრებულოს კომისიების თავმჯდომარებს ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება, ასევე ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს. დღეს დამატებით დღის წესრიგში იყო საკითხი ამ ვაკანსიების შევსებაზე და ახალ თანამდებობებზე, აქაც არჩეული იქნა უმრავლესობით ახალი კანდიდატურები და რიგ გარეშე საკითხად იყო შემოსული საკრებულოსში გამგებლის ბატონ ილიკო ჯაფარიძის თანამდებობიდან გათავისუფლება, მის მიმართ უნდობლობის გამოცხადება, სადაც საფუძვლებიც კარგად იყო ჩამოწერილი ყველაფერი. ბატონ ილიკო ჯაფარიძის ქცევა, მე ვგულისხმობ იმას, რომ შუა სხდომაზე შემოვარდა და დაიწყოები და ესეთ ქცევებს მიჩვეული არიან ესები წლების განმავლობაში და დღესაც იგივე განახორციელეს და ასე ზეწოლით და ტერორით და მივარდნით და იმით ეცადნენ ზემოქმედება მოეხდინა, თუმცა ვერ მოახდინეს.